კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე მე ლევან წუწუნავა ვარ. ამ წუთებში დედოფლის წყაროში პარლამენტის თავმჯდომარე მედიის კითხვებს პასუხობს შალვა პავაშვილის კომენტარს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საქართველოს ბურძნის და ხორბლის სამშობლო არის. სულ ახლახან გამოქვეყნდა ბოლო კვლევები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, რომელთაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოს 8000-ლოვანი ღვინის კულტურის და ბურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად არის ხორბლის კულტივაციის კერა, სადაც გვაქვს უნიკალური ჯიშები, 5 ენდემური ჯიში და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ასე რომ დადასტურებულია, რომ საქართველო არის კულტურული ხორბლის ავტონომიური კერა. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის განსაზღვრელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხის დანახვისა დავინახოთ ამაში ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი. რაც შეეხება თავად მოსავალს, ხორბლის ქერის მოსავალს, ახლა გახდით ხორბლის აღების პროცესზე, არის კარგი მოსავალი, მართალია წვიმები იყო და ცოტა დაგვიანდა აღება, თუმცა მოსავალი კარგი არის და მე ყველა ფერმერს გუსურვებ წარმატებულ მოსავალს, რომ გქონდეთ როგორც მოსავალი კარგი, შემოსავალი კარგი და შესაბამისად შევიდეს ოჯახებში ის კეთილდღეობა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებით იღებს ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით ეხმარება ფერმერებს და ამ მხრივ სწორედ ეს დახმარება ჩანს კიდევაც ის, რომ პროდუქტიულობა იზრდება მოსავლის და აქედან გამომდინარე იზრდება საბოლოო ჯამში შედეგიანობა სოფლის მეურნეობაში. ბატონ შალვა, სააკაშვილი მხარს უჭერს ორნისე ოქრიაშვილს გონება გახსნილ და ნათელ ახალგაზრდას უწოდებს, რომელიც ყველაფერს მაგრად აკეთებსო. არის თუ არა შეურაცხყოფის კამპანიის წახალისება მისიეს? და ზოგადად პოდკასტებზე, რომელიც ეკლესიას შეურაცხყოფს. თავისთავად ჩვენ რაზეც საუბრობდით, მე მგონი ყველა უკვე კარგად ხედავს, რომ სიძულვილი, ზიზღისენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ გარედან თავს მოგვახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, სხვანაირი მხრივ რახან ვერ მოგვერიენ, ეს არის რომ შეეცადონ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. რასაც ჩვენ ხედავთ სიძულვილის ენის მხარდაჭერას გარედან, რასაც ხედავთ ჩვენ და ხედავთ ამით წაქეზებას, სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოს და საზოგადოებას. რაც შეეხება ამ საკითხს, ეს კიდე მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებრალვას, ეს მიზანიც არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრეობაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუმბაძე ამოიღეს სამიზნეთ, ზუსტად იმ ჩვენს საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს. ეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ და რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავინახოთ სწორედ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიანი. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანი იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და მისი ღირებულებები იყოს ქართული ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების თუ საამაყო წინაპრის. ასე რომ ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა და როდესაც ავტორიტეტი აღარ ყავს საზოგადოებას, როდესაც აღარ ყავს მისაბაძი მაგალითები და როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიანის დონის ადამიანი იქნება წარმოჩინდება შემდეგ უკვე როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაყვეს საზოგადოება. ეს არის ზუსტად ჩანაფიქრი და ამას უნდა აღუდგეთ წინ.
ბატონშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24-25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათვისის გამო საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება. Როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, მაშინ როდესაც ბოლო კვირის განმავლობაში არაერთგზის გაითიშა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია და რატომ საბოტაჟის მუხლით? მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რომ იყოს გამოკვლეული და გამოძიებული თუ რასთან ქონდა საქმე. ფაქტია რომ ის იყო უჩვეული მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა და ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ეს დეტალი გაერკვეს. მე არ მინდა რაიმეს წინ გავუსწრო, ნახოთ რა იქნება შედეგი ამ გამოძიების, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის რაიმე ადამიანური ფაქტორი, ვინმე ჩარევა, რაიმენაირი ასე ვთქვათ საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოვლენილი, ასე რომ ნახოთ რასთან გვექნება საქმე. ბატონშავა, ჟურნალისტი კინამცოდიშვილი ამბობს, რომ ვახუშტიანის 14 თვით დაკავება იმაზე უარესია, ვიდრე მას რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ხელმძღვანელობა ესროლის. აი, რასთან გვაქვს საქმე, რატომ იფუძება შეურაცხყოფისთვის სახდელი Facebook პოსტის დაკავება? ამგონი ამ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ეს ადამიანები არიან ინსტრუმენტები, ისინი ვინც ამ სიძულვას აღვივებენ და აფრქვევენ და ისინი ვინც მათ ეკომაგებიან. სინამდვილეში ისინი არიან მარიონეტები გარე ძალების ხელში, რომელთაც აქვთ მიზანი, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ დაპირისპირება და ამ მიზანს სხვანაირად ვერ მიაღწიოს. ახლა ცდილობენ სწორედ ასე ადამიანებმა ძალადობით, ვერბალური ძალადობით ასე ვთქვათ შემოიტანონ გარკვეული დაპირისპირება საზოგადოებაში. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ მათ შორის გუშინ იყო თუ არ ვცდები ევროკომისიის პრესპიკერის განცხადება, აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, სამარცხვინო განცხადება, რომელთაც კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ევროკომისიის სახელით ლაპარაკობდა ეს ადამიანი, რომ ევროკომისია არის ის, ვინც საქართველოში იწონებს ძალადობას და აქეზებს ძალადობას. ჩვენ ნახეთ მანამდე მეორე პრესპიკერის განცხადება, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა ხელისუფლების მათ ვისაც ხელისუფლების დამხობა სურდათ და პრესპიკერის ქალბატონი ჰიპერის იმ მხარდაჭერის შემდეგ იყო ზუსტად რომ იყო ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რა დროსაც 50-მდე პოლიციელი დაშავდა, აი ეს ამას დაუჭირა მაშინ მხარი ევროკომისიამ და ახლა ვიხილეთ მეორე პრესპიკერი, რომელიც ახლა უკვე ვერბალურ ძალადობას უჭერს მხარს, ასე რომ ევროკომისია საქართველოს ხალხის თვალში ამიტომაც არის და ჩვენს ხალხი და საზოგადოება სწორედ ამას გვეუბნება. როგორ მოხდა, რომ ევროკომისია დღეს ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური ძალადობის და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი ეს არის სწორედ ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი და ამას ჭირდება შველა. ჩვენი ამოცანა მათ შორის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც შერჩენილი აქვს საღი აზრი, მათთან ერთად შევეცადოთ, რომ ევროკავშირი, რომელსკენ ჩვენ მისწრაფით, როდესაც დადგება დრო ჩვენი გაწევრიანების, ჩვენ იქ არ დაგხვდეს მტრობის, დეზინფორმაციის და ასე ვთქვათ, არამშვიდობის გარემო. მშვიდობის პროექტი დღეს ვხედავთ, რომ გამალებული შეიარაღების, დაპირისპირების სივრცედ აქცია ზოგიერთმა ბიუროკრატმა. ბატონშავა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ პაკეტში, ანუ სასექციო პაკეტი საქართველოში მდებარე საწარმოც მოხდა საუბარია კვლევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ბრიუსელის შეფასებით საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს და სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ არის ამოქმედებული, თუმცა მათ მიეცათ გარკვეული დრო და შესაძლოა ამ პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობდეს მათთან მოლაპარაკება. აბა ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია და შეფასებები. მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ ყულევში, არც სპორტში და არც ქარხანაში არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა. თქვენ ნახეთ, რომ არსად ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია იქნა დარღვევა. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, რომ ზოგიერთ ძალებს სურდათ, რომ შეეზღუდათ საქართველოში
არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა და ეს არის ბიზნესის ჩვეულებრივი, რომლითაც ეს კონკრეტულად ეს საწარმო იყო დაკავებული და გადამოშვება სახდენდა მათ შორის რუსული ნავთობპროდუქტებისა. ოღონდ ისე შეეზღუდათ, რომ ეს სანქციებში არ შეეტანათ. რატო არ ჩვენ ამას ვეუბნებოდით თავის დროზე, რომ თუ კი რაიმეს შეზღუდვა გინდათ, შეიყვანეთ სანქციებში, თქვით, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი არის აკრძალული, არის სანქცირებული და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდება. არა, რას გვეუბნებოდნენ ისინი, მე გითხრათ კიდევაც. ბრიტანეთის ელჩი დადიოდა ასე კარდაკარ და მათ შორის ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ ასე კარდაკარ, გვეუბნებოდნენ, რომ არა, ჩვენ სანქციებს არ დავაწესებთ, იმიტომ არ აწესებენ, რომ თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთიდან ნავთობს. მაგრამ თქვენ აიძულეთ ბიზნესმენები, რომ არ შემოიტანონ ნავთობი. ჩვენ ვთქვათ, ეს არ შეუძლებელია სამართლების სახელმწიფოში, რომ კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა უკანონო ზეწოლა განმახორციელოთ ბიზნესზე. და უთხარით, რომ ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო არ გააკეთებს. ეს არ არის სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც რასაც უნდა იმას ეთყოდნენ და აკეთებინებდნენ გარედან. და რომ ნახეს, რომ სახელმწიფო არაპირებს, რომ უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი და ასე ვთქვათ, არასამართლებრივი გზებით ზეწოლა მოახდინოს, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. იცით, რომ პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან, ასე ვთქვათ, მათთან ქონდა. ხარც თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობის მათ შორის მას ჩაანაცვლეს სხვა ნავთობით, ეს მათი ბიზნეს გადაწყვეტილება არის. მაგრამ ფაქტია, საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ ის კონსტიტუციის და კანონის დარღვევით არ შეერევა ბიზნესში. ეხლა ბრიუსელს ამისი მორალური პრობლემები არ აქვს, რომ კანონების დარღვევით ჩაერიოს ბიზნესში და ნახეთ ეხლა თან ვერ ამბობენ, ვერაფერს ვერ ეუბნებიან ამ საწარმოს. იმიტომაც არის ასეთი გაუგებარი და პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ის არის, რა ქვია, არც მიწის არის, არც ცისა და რა ვიცი, ნურს მოფრინდები, ნურს გაფრინდების აქციაა ისეთი, რომ თან არის და თან არ არის. ხა რა არის? თუ რაიმე დარღვეული არის, ჩარწენდნენ სანქციებს, არავის არ მოერიდებოდნენ, ისე დაასანქცირებდნენ, მაგრამ ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, იმ მოლაპარაკების შედეგი, რომელიც როგორც ჩანს ამ საწარმოსთან აქვს და თქვენს კომუნიკაცია აქვს მათთან. შესაბამისად საწარმომ ისედაც განაცხადა, რომ აგვისტოს თვიდან ის აღარ აპირებს, რომ რუსული ნავთობი გადაამუშავოს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისეულობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში. და მე შევახსენებ საზოგადოებას ერთ ციფრს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. და ეს თავად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ საბჭოზე შეხვედრის დროს წარმოადგინა 300 მილიარდი აქვს გადახდილი რუსეთისთვის ევროკავშირს, მათ შორის აქედან 200 მილიარდი ნავთობისა და გაზისთვის. და მაშინ როდესაც 200 მილიარდი იყო უკრაინას, უფრო მეტი გადაუხადა რუსეთს და დღემდე 12% გაზისა არის იმპორტირებული ევროკავშირში რუსეთიდან. აი ამ ფარისოლობასთან გვაქვს საქმე, 56 მილიარდი აქვს ვაჭრობა რუსეთთან და ჩვენ გვედავებიან რაღაცეებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სანქციების გვერდისავლა არ მოხდეს საქართველოში, ეს დადასტურდა მათ შორის ამ გადაწყვეტილებით და ამავე დროს დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე, ნაცვლად იმისა, რომ დააწესოს სანქციები და ყველას ექნება თანაბარი პირობები, არა. არ უნდათ რომ თვითონ ყიდულობდნენ რუსეთიდან გაზს და ნავთობს და ერთ საწარმოს საქართველოში, რომელსაც ახლა რა მასშტაბი შეიძლება ქონდეს, ახლა თქვენ თვითონ წარმოგიდგენიათ, მათ უნდა შეედაონ. ამიტომ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, აქ არანაირი სხვა გართულებები არ იქნება, საწარმომ განაცხადა, რომ ისედაც აპირებს, რომ გადავიდეს სხვა ქვეყნიდან მიღებულ ნავთობზე, მაგრამ საქართველოს კიდევ ერთხელ დაინახა, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ იყო ყოველგვარი უკანონო ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, რომ კანონის დარღვევით მომხდარიყო ბიზნესზე ზეწოლა, ნაცვლად იმისა დაეწესებინათ სანქცია, ახსულდებოდა, ეთქვათ, რომ რუსეთიდან იმპორტი ნავთობის აკრძალულია, ახსულდებოდა ეს ყველაფერი ისე, რომ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ არ უნდა თვითონ დაიკლონ და უნდა რომ სხვამ დაიკლოს იმისთვის, რომ იმის ნაცვლად თავად დაიკლონ ამ საქმეში რაიმე. შემდეგი კითხვა ასეთია, საქართველოს ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტშიც, საუბარია ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებული შესწორებების ავტორი ჯო უილსონია, ქართული ოცნების მწვავე კრიტიკით გამორჩეული კონგრესმენის მიერ ინიცირებულ ჩანაწერებში ამჯერადაც მოთხოვნილია რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურების დადგენა, ამ ორი ქვეყნის გავლენების შეფასება და შიდა პოლიტიკური ვითარების ასახვა.
შესწორებების მიხედვით უნდა შეფასდეს, რჩება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების ერთგული და უნდა გაგრძელდეს თუ არა ამერიკის მხრიდან ქვეყანაში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება იმისთვის, რომ დოკუმენტმა კანონის სახე მიიღოს. სენატის მხარდაჭერაცაა ამისთვის საჭირო. ეს ამერიკის შეერთებული შტატების საქმე არის, რა შეისწავლის და რა თქმა უნდა სასაცილოა, როდესაც ჯო ვილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომელთანაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის კონკურენციაში. ასე რომ ამას რა თქმა უნდა ადმინისტრაცია აკეთებს და არ ჭირდება არანაირი ჯო ვილსონის შეხსენება. ერთი და მეორე, ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და ყურადღება არ მივაქცევთ ჯო ვილსონს. ასე რომ ჯო ვილსონი არის ადამიანი, რომელსაც ნახეთ, რომ აგერ ეუთოში იყო ცოტა ხნის წინ და მისივე დელეგაციის ხელმძღვანელმა კონგრესიდან თვითფრინავში აღარ ჩაისვა, ისეთი სასწაულები ჩაიდინა ეუთოში დელეგაციის ხელმძღვანელმაც კი საჯაროდ, უბრალოდ ჩატში მიმოწერაში გაკიცხა და გააკრიტიკა ის და უკან თვითფრინავში აღარ ჩაისვა. ასე რომ ხა ეს ესეთი ადამიანი არის და რა ვქნა, ჩვენ ზოგადად გვაქვს რჩევა, რომ ყურადღება არ მივაქცევთ, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს. სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას რაც შეეხება ურთიერთობებს, მოგეთ კიდევ ერთხელ სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რაც შეისწავლიან, მათ საქმეა შეისწავლონ რაც და როგორც უნდა. ჩვენ ხა მათ ანალიზში და კვლევაძიებაში ვერ ჩაველევით მათი მთლიანი უფლება, ისე როგორც ჩვენ ვსწავლობთ თუ რა ინტერესები აქვს სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ ორი მთავარი ამოცანა: ქვეყნის გართულიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი. რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არც ერთი არ იქნება დაშვებული. როგორც კი დავინახავთ ჩვენ, არის მოწოდება ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, მაგალითად, როცა გვიბიძგებენ რუსეთთან ესკალაციაზე ბრიუსელი, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ბრიუსელის ხათრით ჩვენ ტერიტორიული ძალების აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და მათ პოლიტიკურ დღისწესრიგს ნამდვილად ვერ ავყვებით. ახლა ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი და ამიტომ ჩვენ მათი დღისწესრიგით არ უნდა ვიმოქმედოთ. შესაბამისად, სადაც არის ჩვენი ინტერესები, მზად ვართ ამ ურთიერთობაზე, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებზე. თუ შეიძლება რა. პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო ისევ ოპოზიციის კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე საუბრობს და ამავე პოზიციას იზიარებს ნიკა გვარამიაც. როგორ შეაფასებთ? ხო, ნახეთ ხა, რამდენი კომბინაცია უნდა შემოთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხდება, რომ საბოლოო ჯამში ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება და ამიტომ ეს ყველა ფერი უკვე დიდი ხანია გაშიფრული არის. ჯერ საქართველოს დაარქმევენ, კлау საქართველოს თუ წინ საქართველოს, ეს ამ დონეზეღა არის მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას. სინამდვილეში პრობლემა ეს არის. ესენი არიან მარიონეტები, რომელიც გარე ძალების დღისწესრიგის შესაძლებლად მუშაობენ. ეს მათ ნათქვამიც აქვს კიდევაც, აგერ ბრიფინგი ჩაატარა ბოკერია ჯაფარიძემ და გიგი წერეთელმა, სადაც თქვეს, რომ არიქავა ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც ინტერესები აქვს რეგიონში და ჩვენ ხა იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ როგორ მოემსახუროთ ამ ინტერესებს და როგორ ავაწყოთ ამ ინტერესებს. ეს ხალხი ამას საჯაროდ ამბობს, რომ ისინი არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები და ასე სთავაზობენ, იმას ცდილობენ მხოლოდ რომ ვინ მიყიდის ძვირად თავის თავს უცხო ქვეყანას იმისთვის, რომ აქ თავისი ინტერესები გაატაროს. ეს არის 21 საუკუნის ხიბლი, რომ დღევანდელ სამყაროში შადიმანები, ამე ფარული კი არ არის და ესე ჭორმართალით კი არ გადაიცემა, პირდაპირ ეთერში ვხედავთ შადიმანების გზას. ბატონშალო, ქუთაისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში სწორედ ეს მიმართულებები არის, სადაც თუკი სახელმწიფოს უნდა რომ კონდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება. საქართველოს ამ მხრივ არის მოწინავე ჩვენთან IT ტექნოლოგიების მხრივ ბიზნესის განვითარებას ნახტომისებრული ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით პანდემიის დროს და შემდეგ, როდესაც მათ შორის უცხოეთიდან IT სპეციალისტების შემოსვლა მოხდა საქართველოში. საქართველოს როგორც მიმზიდველი სივრცე და ქვეყანა არის დღემდე აქ
IT მომსახურების წარმოებისთვის და ამ მხრივ მათ შორის ეკონომიკაში შენატანი და ბიუჯეტში შენატანი არის რეკორდულ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, სახელმწიფომაც უნდა ყველანაირად შეუწყოს ხელი, იქნება ის ინფრასტრუქტურულად თუ სხვა საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომ საქართველოს იყოს მომხიბვლელი ამ სფეროსთვის და შედეგები სწორედ აჩვენებს ამას, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღება. მადლობა, დიდი მადლობა. შალო პაპუაშვილს უსმედით პირდაპირ ეთერში, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად არაერთგზის გათიშვის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 318 საბოტაჟის მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება განადგურებას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმის განხილვას მისი ახლობლები და ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. წერლის შვილიშვილმა თქვა, რომ ოქრიაშვილი ქართველებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხს შეეხო და მომხდარი ფაქტი ღირსების დაცვად შეაფასა. ნიკო ხურცილავას გირაოთი გათავისუფლებას ემოციებით შეხვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მისი გულშემატკივრები. სასამართლოს სულად გაიზიარა დაცვის ხარისხის შუამდგომლობა, ნაწილობრივ პროკურატურის შუამდგომლობა, ორივე მხარეს შუამდგომლობით გირაოს შესახებ, თუმცა პროკურატურას ჰქონდა დამატებით შუამდგომლობა საპატიმრო გირაოს სახით მისი უზრუნველყოფის გამოსაყენებლად. ხოლო ჩვენი შუამდგომლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური გირაო, რაც დაკმაყოფილდა და ნიკო ხურცილავა გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან 5,000 ლარის სანაცვლოდ. მოსამართლემ ეს ახსნა იმ განმარტებით, რომ ამ ეტაპზე ბრალდებული თავად გამოცხადდა მისინებით საპოლიციო დაწესებულებაში აღიარა ჩადენილი ქმედება და შემდგომ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს კვეთა აქვს სისხლის სამართალთან, ანუ აქვს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ეს მიიღო თვალთახედვის არეში და შესაბამისად მას შეუფარდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით. სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე განმარტა, რომ არ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენება. დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი, იმიტომ რომ არ არსებობს ოჯახი, რომ ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე და მებებია ილიკო და ილარიონზე და კუკარაჩაზე არ გაზრდილიყო. ამიტომ ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი და მე ამას ძალადობას არ ვეძახი. ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა და მთელი ბაბუაჩემის ლიტერატურაც ეგ არის, ჰელადოსიც და თეთრი ბაირაღების და კუკარაჩაც. ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რო გონიათ, რავი. ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას. არა იყო არის იუმორისტული ნომერი. ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა. არ იყო ეს იუმორისტული ნომერი. შეიძლება აკრიტიკო, ყველანაირად ილაპარაკო, თუ კრიტიკა გინდა კონკრეტული ადამიანის, მაგრამ წმინდას, რაც შეეხება საქართველოს საუნჯეს, ვერავინ ვერ შეეხება. მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ციხიდან პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციონერ აქტივისტს მიმართავს. ყველაფერს მაგრად აკეთებდა ნურაფრის ნუ შეგეშინდება. ბოლო დროს ქვეყანაში ეროვნული ღირებულებებისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი ქვეყნის გარედან მართულ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.
რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, კომიკოსი, რომელსაც თავს დაესხნენ ქოცების ზონდერები. ნათელი განათლებული, გონება გახსნილი, პოზიტიური. თუ დააკვირდებით დიქტატორს და დიქტატორის მსახურებს, მათ საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და სხვათა შორის, სწორედ ესაა ჩვენი უბედურების ერთ-ერთი სათავე. ონისე ძვირფასო ყველაფერს მაგრად აკეთებდა ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენის თანებისაა. როგორ შეიძლება ამ მაჯლაჯუნებმა დიდხანს გასტანონ თქვენნაირების ქვეყანაში? ჩვენ არ უნდა გავკირდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისებს ყველაფერს იმას, რაც ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას და ეროვნული პასეულობების და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისთვის ისეთი ადამიანები, რომელიც საქართველოს ისტორიაში, ხელოვნებაში, მწერლობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაღაცა ღირსებას, შემოქმედებას, სიკეთეს გამოხატავდნენ, ეს ყველაფერი მიუღებელი. ეს არის სწორედ ერთგვარი გლობალური ტრენდი, რომ ადამიანებმა დაკარგონ ღირსება, დაკარგონ ადამიანებმა თვითიდენტიფიკაციის საშუალება, დაკარგონ ადამიანებმა ფესვები, რომელზეც ისინი გაიზარდნენ. ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, გაჟღერებული ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ წამახალისებელია ძალადობის, ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში სწორედ აგენტის სააკაშვილის მიერ გაჟღერებული AES ფსევდოლიბერალური და სინამდვილეში ნეონაცისტური მიმართულება პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდოლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. კაცი, რომელმაც მტერს ლანგრით მიერთვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი. შიდა ქართლი მავთუხლართით გადააღობინა მტერს. ლანგრით მიერთვა კოდორის ხეობა. კაცი, რომელიც 9 წლის განმავლობაში აუბედურებდა თავის ქვეყანას, დასცინოდა წმინდანებს. ამიტომ მე მისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ამ ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან. ასეთი თაობის შექმნის მიზანი ჰქონდათ სწორედ აი ამ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს და მათ შორის მაგიტო იყო ეს აგენტურა ხელისუფლების სათავეში, მაგიტო მოიყვანეს თავის დროზე, რომ შეექმნათ ისეთი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს იკადრებდა. ისეთი ქართველები გამოიყვანათ, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ასე შეურაცხყოფელ განცხადებებს გააკეთებდა. როცა სააკაშვილი ამ პიროვნებაზე ამბობს, რომ თურმე ეს ყოფილა მაგალითი ქართული ახალგაზრდობის, უკვე გასაგებია და მორიგი მტკიცებულებაა იმის, თუ რა საქართველოს აშენებას აპირებდა, როცა იყო ხელისუფლებაში და რა საქართველოს პირდება ახლა იმ საზოგადოებას, რომელსაც ეუბნება, რომ ისევ ნაცმოძრაობა აირჩიონ ხელისუფლებაში. როდესაც ახალგაზრდა იმას კადრულობს, რომ საქართველოს ისტორიას აგინებს, ეკლესიას აგინებს, სასულიერო პირებს აგინებს, წერლებს აგინებს და მერე ცდილობს როგორ მეს გაამართლოს, დამთავრებულია იქ საქმე. ქვეყანას, რომელსაც არ უნდა რომ წარსული კონდეს, არც მომავალი არ ექნება. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო სამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა. დანაშაულის 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული აღკვეთა. დაკავებულია 2 პირი. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ შპს სკაიფორტის ყოფილმა და მოქმედმა დირექტორებმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხამოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით. დანაშაულები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა. გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნული საფუძველზე მათ უნდა გადასცემოდათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები, თუმცა
კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1.258.322 ამერიკული დოლარი და 411.897 ლარი მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდგომ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები შეიყვანეს შეცდომაში და მათ არარსებული საერთო ჯამში 1287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430.000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ. საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1.688.374 ამერიკული დოლარის და 411.897 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ასევე ხაშურის ნომერ მე-7 საჯარო სკოლა, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღნიშნა. შეხედრა წვევამდელების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეზერვის განახლებული სისტემა გავაცანით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების დინამიკა მზარდია, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ხელს უწყობს წვევამდელთა უფრო მეტ ინფორმირებას. ჩემი შვილი წავიდა თავისი სურვილით, დღემდე მოუწოდებს თავის საახლობლოს სამეგობროს, რომ წავიდნენ სამხედრო სამსახურში. იქ არის ყველა პირობა იდეალურად დაცული. რუსთავის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესი აქტიურ ფაზაშია. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივით ქალაქის სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება, სადაც მოქალაქეები მიმართულებებს აღწერებენ, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია. დეპუტატებმა მოსახლეობას სპეციალური კითხვები დაურიგეს, სადაც რუსთაველები საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს აფიქსირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება, კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა იდენტიფიცირებასაც ვახდენთ ამ მომრჩევლებთან ერთად ამჟამად, ხოლო შედეგების დამუშავების და გამოკითხვების დამუშავების შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას წარმოადგენთ პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით მერიას. საკრებულოს წევრები გვეწვივნენ, რომ ჩვენი პრიორიტეტი რაც არის ქალაქთან დაკავშირებით გამოგვეხატა, გამოკვეთეთ სხვადასხვა საკითხები, კითხვარები იყო, რაც გვაინტერესებდა ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო კითხვარია შედგენილი. ძალიან ბევრი საქმე გაკეთებული ამ კითხვარებიდან ქალაქში, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია და ამას ნამდვილად გააკეთებენ მჯერა. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. შირაქის ველზე მიმდინარე სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ადგილზე გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის წარმოების ეფექტიანობა გაზრდილია. სამინისტრო კი ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს, რათა მათი საჭიროებების დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა უზრუნველყოს. წელს საქართველოში 145.000 ტონაზე მეტი ხორბალი იქნება წარმოებული, რომლის დაახლოებით 80% კახეთის რეგიონზე მოდის. ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2,9 ტონა შეადგინა. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რითიც შესაძლებლობას ვაძლევთ ადგილობრივ ფერმერებს, რომ მივეხმაროთ როგორც თვითონ მოყვანის პროცესში, ასევე მოსავლის აღების დაფინავების პროცესში. მნიშვნელოვანი არის და პრიორიტეტული მიმართულება არის სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ხორბალი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული ჩვენი სოფლის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და კიდევ გეგმავთ დამატებით ახალი პროგრამების ჩაშვებას მომავალი წლისთვის. მოსავალი არის დიდი, ყოველწლიურად მზარდია, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მატერიალურ დოვლას და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ ტექნოლოგიებით
და იმ განათლებით, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ ყოველწლიურად ჩვენს ფერმერებს, უფრო და უფრო მზარდი იქნება კახეთში მარცვლეულის მოსავალი. რთული კლიმატის მიუხედავად უხმოსავალს ველოდებით. ეს აღება ხდება ამჟამად გერმანიიდან ჩამოტანილი სათესლე მასალის საგექტარო დაახლოებით 8 ტონაზე მეც ველოდებით, რაზეც მოყოფილი ვართ. სახელმწიფო პროგრამიდან გათვალისწინებით მოსავლის აღებაში პრობლემები არ არის შექმნილი, იმიტომ რომ რაოდენობრივად ფაქტურად კომბაინები არის. ერთ-ერთი რთული კლიმატი იყო და ამან გარკვეულად შეაფერხა სიტუაცია. გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026 დასრულდა, მასში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. 7 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ჩაერთნენ საგანმანათლებლო ტრენინგებში, სპორტულ, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებში. ბანაკის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი 21 საუკუნის მთავარი შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მერის აქტიური მხარდაჭერით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა ჩვენი ახალგაზრდებისათვის არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ბუნებრივია მუნიციპალიტეტის მერი აქტიურად გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი გავიგოთ AI-ის შესახებ. მიხარია, რომ ამ ბანაკში გვყავდა ისეთი ლიდერები, რომლებიც ჩვენ თანატოლები იყვნენ. ამით უფრო გაგვიმარტივდა ურთიერთობა და კომუნიკაცია. ყოველ დღე იყო ახალი საინტერესო მომენტებით სავსე. ეს ბანაკი ჩემ მომავალ პროფესიაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ბანაკი საინტერესო იყო თავისი თემატიკიდან გამომდინარე. ჩვენ აქ ვისწავლეთ უამრავი ახალი AI პლატფორმა და მნიშვნელოვანი ფუნქციები. თურქეთში კუნძულ ქინალიადაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 10 დღის განმავლობაში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს სტამბოლის ისტორიული ღირსშესანიშნაობები. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ მსოფლიოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. საოცარი განწყობა, საოცარი გარემო, ჩვენი დევნილი ბავშვები ზეიმობენ და ხარობენ და მე ძალიან მიხარია, რომ მათთვის ეს ბანაკი არის დაუვიწყარი და ერთ-ერთი დიდი სანახაობა და დიდი გამოცდილება ცხოვრების. აჭარის მთავრობისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ამ ბანაკში მონაწილეობას იღებს ფერის საჯარო სკოლის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები და ესევე ეთნიკურად აფხაზი ბავშვები. წარმოდგენილი იყო კულტურულ შემოქმედებითი პროგრამა, ასევე გადავეცით სამახსოვრო სიგელები. ეს არის ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამოცდილება, ახალი მეგობრები შევიძინეთ, ურთიერთობა, დისციპლინა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, ერთმანეთს შევხვდებით 19 საათზე დროებით.